დედაჩემია ჩამოსული კვიპროსში და უკვე მერვედ არის შესაბამისად ყველაფერი ნანახი აქვს, სხვაც მობეზრებული აქვს და ბევრი ვიფიქრე თუ სად წამეყვანა. საბოლოოდ გადავწყვიტე რომ ყავის ფესტივალზე მოვიდეთ, რადგან არასდროს ვყოფილ ვარ. სიმართლე რო გითხრათ, მე დიდი ყავის მოყვარული არ ვარ. სულ რამდენიმე თვის წინ დავიწყე ყავის დალევა და რომ მოვიდით ამ ფესტივალზე და კაპუჩინო ვიკითხე და ან ზოგადად რძით ვქონდა დაახლოებით ესეთი სახით შემომხედეს. მეთქი კაი ისევ პორშეს გადავუღებ, რძიანი ყავა ვერ ვნახე, ჩვეულებრივ ყავას ვერ ვსვამ, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან მწარე არის და მომჟავოც კი. დამიწერეთ კომენტარებში თქვენ როგორი ყავა გიყვართ. გავაგრძელე სხვადასხვა ბანერების დათვალიერება, ჩემთვის როგორც დიზაინერისთვის უზომოდ საინტერესოა და ასევე ყავის შეფუთვების ეტიკეტებს მივაქცია ყურადღება, რადგან ზუსტად ახლა გავდივარ გრაფიკული დიზაინის კურსს, ამიტომ ორმაგად სასიამოვნო იყო ჩემთვის ეს პროცესი. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ კარგი დღე გამოვიდა. რა თქმა უნდა არ გამოვიდა და ამ დღის დასრულება გემრიელი დესერტების გარეშე და მივირთვით ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დესერტი მთელ კვიპროსზე. მადლობა ყურადღებისთვის.